საღამშვიდობისას ვირფოს ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. Როგორც უკვე ხედავთ, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ემზადება თუ არა ეს პარტია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა რესურსი დარჩა შალვა ნათელაშვილის ვარდების რევოლუციის შემდეგ? არის თუ არა სერიოზული განხეთქილება მის პარტიაში? აი ამ და სხვა საკითხებზე გვექნება საუბარი ბატონ შალვასთან დღევანდელ გადაცემაში და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 713 ან 71039 თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა. მოგესალმებით ბატონ შალვა, დიდი მადლობა. მოგესალმებით. სტუმარი ვიმეორებ, წინაზეც თქვი. ამ რეგიონში არა ვარ. არა, გადაცემის სათაურია რეგიონის სტუმარი. ქართლელი ვარ და ამიტომ ქართლის რეგიონში ჩემი სტუმრობა შეუთავსებადია. თუმცა მაინც სტუმარი ვარ, რა თქმა უნდა. ემზადებით 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ სულ ემზადებით არჩევნებისთვის, სულ ვიმარჯვებთ, სულ ვლახავთ ბარიერს, მაგრამ შევარდნაძე და სააკაშვილი სულ არ გვიშვებენ პარლამენტში. ეს უკვე გახდა ისეთი ბანალური მოვლენა, რომ ევროპაში იტირონ თუ იცინონ აღარ იციან რა. აი ახლა გამოვიდა კიდე ამასთანაც სააკაშვილი ტელევიზიით და პირდაპირ განაცხადა, რომ მაგანო მამაჩემს ინსულტი მიაღებიო. ამიტომ პარლამენტში არ შემოუშვა. წარმოგიდგენთ ახლა პრეზიდენტი რო ასეთ სრულმანებზე გადავა, ახლა მე ალბათ რო გამოვდივარ, მეც მაგრიტიკებენ ოპონენტები და ჩემო ჯახსაც და როდესაც გამოვედი მე ერთ-ერთ გამოსვლაში, გაზეთებში ეწერეს მანამდე ახლა შემოღუნული კი არ არის ახლა მამისი იქ ბალნოლოგიური კურორტის ფლობელი გახდა მოკლედ. თუმცა ის აცხადებს, რომ მან შეინარჩუნა ეს. ხო, კი არ შეინარჩუნა, იქ დაიჭირა რადიატორები თურქეთში გაიზარდა ყველაფერი, როგორც ხდება რა მოკლედ რა. ძმამ გრანტი მიიღო 14 მილიონი დოლარი სასამართლო რეფორმისათვის. თითქოს საქართველოში იურისტი აღარ დარჩა, ვინმე ახალგაზრდა და უპატრონო, იმისთვის მეეცა, რომ მას და მას მის ძმას გადმოდის ყურებიდან ტვინი. ევთქვი და ახლა ამის გამო მაპატია თქვენს პარტიაზე ამის გამო პარტია არ შეუშვა პარლამენტში და პირადი ბოღმა ჩაიდო, სხვათა შორის მე პირადი ბოღმისგან ძალიან შორს ვდგავარ, იგივე მისასწანაც ნორმალური ურთიერთობა იყო ახლა ამასთანაც ჩვენ ოფისში იყო მოსული იცით, მაგრამ როცა ეხება საქმე ქვეყნის ბედს და გადარჩენას, იქ პირადიდან მე გამოვდივარ ყოველთვის და უფრო მაღლა ვდგები. 95-ში როცა მიშა ჩამოიყვანა შევარდნაძემ და მაშინ ის მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიული კანტორა ასეთი ფათერსონ ბელქნაფი. ამ კანტორის მოვალეობა განვითარება, უბრალოდ განვითარებელ ქვეყნებში მათი აზრით სტრატეგიული სიმდიდრეების დათრევა, ისეთი კონტრაქტების გაფორმება, რომ იქ შუქი, გაზი, ელექტროენერგია, ოქროსაბადო, ბუნებრივი სიმდიდრეები გაიყიდოს ამერიკელ ინვესტორებზე მონგებიანად და იმ ხალხს არაფერი აღარ დარჩენს. აი იმ კომპანიაში მუშაობდა ბატონი მიხეილი და იქ გააცნო 94-ში ჟვანიამ შევარდნაძეს, ალბათ შევარდნაძეს წვეულს ახლა იმ დღეს. ხო და ჩამოიყვანეს, მე მომხსნეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან. იმიტომ რომ არ შევედი მოქალაქეთა კავშირში მიშასავით. და აირჩიეს მიშა ჩემ ადგილზე. და ამას რო უყურებდა ჩემი სიმონდე ტელევიზორთან, ინფარქტი მიიღო, ახლა ნუ სიძის ამბავი ვერ გადაიტანა და ორი კვირის შემდეგ მოკვდა. და ეს სხვათა შორის მე არსად არ მithქავს და ოჯახში არ ვსაუბრობთ ამაზე, რომ ამ ბავშვმა დაიბოღმოს ან რაღაცა, ხო? და ახლა მამისმა მიიღო ინსულტი, მართლა კარგად ამყობს, მე არაფერ შუაში არ ვარ, პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის ოჯახი უნდა იყოს მზად, რომ მას ძალიან მკაცრად გააკონტროლებენ. ამასთანაც დაიჭირეს ბუშის ქალიშვილი 21 წლის გოგონა იმის გამო რომ სვავდა ლუც კაფეში. ხო? ეს ითვლება ამერიკის კანონის დარღვევად. და ორი კვირა აგვევინებდნენ ტეხასის ქუჩებს. როგორც გამოსწორებელი ღონისძიება. სანამ არ მივეჩვევით იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გაკონტროლებული თვითონ. სანამ არ მივეჩვევით იმას, რომ ჩვენი თანამდებობით, ჩვენი პოლიტიკით ახლობლებს კი არ შეუქმნათ კაი ცხოვრება და საკუთარი პარტიის წევრებს და გარემოსვას, რაც ახლა ხდება ეს ვანო მერაბიშვილი დანიშნეს უშიშროების საბჭოს მდივნად. ბიჭო, ვანო მერაბიშვილი იმედზე ოჯახი არ არის, მე მგონი მისი. კაცი აზრი არა რა ხდება მის გარშემო, გეოპოლიტიკა არ იცის, მონდიალიზმი არ იცის, ატლანტიზმი არ იცის, ვებერი არ წაუკითხავს. მიწის მესაკუთრე და ასოციაციის პრეზიდენტი იყო და 4 მილიონი გრანტი შეყლაპა. თან წონაშიც არ მომატებული ჩვენსავით გაფრთხილია. ის არის უშუალოდ საბჭოს დივანი. თქვენ არ შემოიკრებდით თქვენ გარშემო. მე წინასწარ გამოაცხადე, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობა იქნებოდა სახალხო ერთიანობის. ანუ მოძებნით პროფესიონალებს, პატრიოტებს, რომლებიც არ მიყიდიან ამერიკას და ვიღაც უცხოებს, ჩვენ სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას. არ გაყიდიან ენერგეტიკას, როგორც გაყიდა სააკაშვილმა, სხვათა შორის ამერიკელებზე თელასი და საქართველოს ენერგო ძალიან მსხვილი კვანძები. თუმცა ახლა რუსებს აქვთ ეს კომა. რუსებს იმიტომ აქვთ, რომ სააკაშვილმა და შევარდნაძემ გაყიდვაში გაუშვეს ენერგეტიკა კანონის თანახმად. როდესაც ეს აკრძალული იყო. იმიტომ დღეს რუსებს აქვს, მაშინ ამერიკელებს ჰქონდა, ზეგ შრი-ლანკელებს ექნება და რა მნიშვნელობა გვისა აქვს, როცა ჩვენი არ არის. აი ეს არის თავი და უბედურება და
სხვა შორის ისე ჩემი ამ ქართული ხასიათის ბრალიც არის ის რაც მოხდა რა მოკლედ. ჩვენ გავყარეთ ეს ამერიკელები აქ. შარშანა წინა გამოსვლაზე რო ვიყავი აქ, მოახსენე გორელებს და ქართლს რომ ჩვენ გავაიაფეთ დენის ტარიფი, აღვგზავნეთ დენის გაძვირება. თორე ისე აპირებდნენ გაძვირებას რომ გორში კი არა, იქ ვეღარ გაჩვენებოდით იარბუზე, იქაც მოგთხოვდნენ გადასახადს, რომ სულუღავით საცხოვრებლად. ეს სასამართლო გზით გავაკეთე და ბოლოს ამერიკელებმა აიგრეს უდანობა და წაბზრდნენ. აი ამ პროცესში არაერთხელ მოვიდა ამერიკის წარმომადგენელი ჩემთან და მითხრა ბიჭო, კაი დაგვანებო რა თავიო რა. ეს მსხვილი ინვესტიციაა და გვინდა რომ იყვნენ ესენი რა. მე ხლა ვერ უღალატე ხალხს, ვერ უღალატე გორელებს, ვერ უღალატე ქარელებს, ლიახველებს, თბილისელებს და საქართველოს, იმიტომ რომ პოლიტიკოსი რო ვარ, მე არ შემიძლია საკუთარი პარტიის ინტერესით ვიმოქმედო, რომ აი ამერიკელები მომცემენ თუ რა გრანტს. სოროსი დამაფინანსებს თუ არა, რომ მე ვიყიდო ზუგდიდელები და წალენჯიხელები, გადაუხადო ფული, ჩამოვიყვანო, გავაკეთო მიტინგის ბირთვი და მე პრეზიდენტი გავხდე. ჩემთვის ეგეთი რაღაცა მეუღებელია და წარმოუდგენელია, რომ საკუთარი ხალხის გაყიდვით მიღებული ფული გამოვიდანო პოლიტიკაში. რო არ წავედი, ამაზე აღარ მოხდომელი დაენახეთ ის ინექცია სოროსის 100 მილიონი წამოვიდა მიშაზე. ყველაფრის შექმნა მოასწრეს, კმარას, მრამას, ეს აქციები, სამკვირიანი აქციის დაჭერა როგორია? ამის გამო. არა, რო დავიბადო 1000 ჯერ და 1000 ჯერ რო გამეორდეს ეს ვარდების ძალიან ავადმოსაგონებელი რევოლუცია იქნება, ეს წინ დიდი განსაცდელი გველოდება. არასოდეს სხვანაირად არ მოვიქცე, აი როგორც მოვიქეცი, ისე ვიმოქმედე. ერთი კითხვა ბატონო, თქვენ არაერთხელ გამოგიწოდათ მიხეილ სააკაშვილმა ხელი. ერთხელ ჩამოვართვით კიდეც მე მახსოვს ღამის კურიერში. აი თქვენ რო თქვა დათანხმებოდით და მის გვერდიდან მდგარიყავით. შესაძლოა ეხლა თქვენ სააკაშვილის ადგილზე ყოფილიყავით, ან სულ მინიმუმ ჟვანიას ადგილზე მაინც ხო? ეგ შეურნაძის დროსაც შემეძლო, შეურნაძე სუმითულდა ალვა რა დაგიშავე, მაგრამ მე კი არ დამიშავეთ, მომოწყენებული ახლა მიშა მე რა დამიშავა შეურნაძე, მარაფერი. ჩემ ხალხს დაუშავა, ჩემ პენსიონერს დაუშავა, ბებია ჩემს, რომელიც მშიერი ყუტება და ეხლაც გაუყენეს. ეხლა შეურნაძე აღარ არის სააკაშვილია. ნოემბერ-დეკემბრის პენსიები ხო გაიყიდა? თქვენ ეს უკეთეს ძვრებს ვერ ხედავთ ქვეყანაში. რა ძვრები უნდა დავინახო ახალმა პრეზიდენტმა დაიწყო ის წინა. აი თუ ძმა ხარ ეს გოგა მაპატიე ესეთ გამოთქმაზე მეგობრები ვარ და რომელი კორუფციის წინამდე გძონა 600,000 ლარის გადაუხდელობაზე ჟორდანიას იჭერენ ფეხბურთელი მძლივს გაუყიდია გაჭირვებულ სადღაცა რო ის ფედერაცია არჩინოს და ოჯახში რომ მიიტანოს და 3 მილიონი დოლარის სამღერო კოტე კემულარია ბიუჯეტიდან ინვალიდების ფული წავიღო გუშინ დანიშნეს რუსეთში ელჩად და თავისთავად გონია ესე იგი სამყაროს რაღაცა სიმბოლო საწყალი არ არის ამაში მგონი არა კემულარია სულ არ არის საწყალი მაგრამ რახან კემულარია დგას სააკაშვილის გვერდი და იმის კორუმპირებულია ის უნდა იყოს დაცული ხო იგივე ვანო მერაბიშვილმა 4 მილიონი გრანტი რო წაიღო და შეჭამა მიწის მესაკუთრეების ჩამოეტანა მომოწყენებულს გორში და აგერ აქაც განადგურდა მეურნეობა და სანერგეები და ამის ფაქტები თავდაყირა მოსომბობ დოკუმენტებია ამის კაცო დოკუმენტები ოფიციალური გრანტია მოსული რომ მიწის მესაკუთრეებს უნდა მოხმარებოდა ეს თანხა წაიღეს და შეჭამეს ხო ანის თავის ძმას რომ ისა 14 მილიონი სააკაშვილმა სასამართლო რეფორმისათვის შენი ძმისთვის მიეცა მაყურებლისთვის მიეცა რომელიც იურისტია და წვენი გადმოსწევლა გორში რომ კადრები იყო მეცნიერული იურიდიული პოლიტიკური ეკონომიკური სადნახავ იმისთანა კადრებს პოლიტიკის სამშობლოა გორი და ჩვენი სიამაყეა ხო ენახა ვიღაცა უპატრონო კაცი და ეთქვა რომ ძმაო წაიღე გააკეთე სასამართლო რეფორმა აგერ ჩემ ძმას მოადგილე დაგინიშნა კი ბატონო მე მოსკა რომ ამბობ ახლა შეურნაძის ნათესავი სააკაშვილის ნათესავი მოვკლა და ის კასში ჩაჯდეს დიოგენევი და არ დაგიოს და არასოდეს არ ჭამოს მაგრამ აი ეს პრინციპი რომ ჯერ მე და მე სხვას უნდა იქნას მოშკილი და აღმოფხული არაფერი არ გვეშორება შეურნაძე რო დადგა ცეკას პიროვნებად უფროს თაობას გოროლებს კარგად ახსოვს დაიჭირა პეტრე გელბახიანი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი მეთქა მეუღლეს 25,000 მანეთი ღირდა მაშინ სამედიცინოზე მოწყობა მეორე წელს ეს თანხა გახდა 50,000 მანეთი უკვე უბნებოდნენ სტუდენტებს რომ რა ქვია ზმოგი რექტორი დაიჭირეს დაძულდა ახლა მეტი უნდა გადაიხადო აი ახლა მოხსნეს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე კაკო ჩხაიძე თანამდებობიდან ხო მოხსნეს და მე დაიჭირეს რა გონიათ რამე შეიცვალა აბა მივიდეს ახლა გოროლი ბიზნესმენი ახალ თავმჯდომარესთან რომელიც სოროსის კაცია და სწხოვს ვაგონები ტურთის გამოსატანად ვერაფერსაც ვერ მიიღოს თუქთან ვერ გადაიხადა და თურქში არ ჩადგა თუ ზევიდან ვინმეს არ დაარეკინა რა შეიძლება საქმე როცა იჭერ რკინიგზის მინისტრს უნდა რკინიგზა ხალხისთვის იხსნებოდეს. ტარიფი დაბლა ჩამოდიოდეს სამგზავრო, აგერ გორმა იციან ამ გორელებმა რკინიგზის ნიუანსები აგაერა პირველად რკინიგზა ხო მე-19 საუკუნეში. როცა იჭერ ბანკის, უნდა ანაბარი ბრუნდებოდეს უკვე. როცა იჭერ კორუმპირებულს, თქვა ეს იქნება ეკონომიკაში, ეს იქნება მეურნეობაში თუ სოფლის მეურნეობაში, რაღაცა უნდა გაიხსნას. როცა იჭერ ენერგომაფიოზას, უნდა შუქი მოდიოდეს, უნდა შუქი იაფთებოდეს.
მარტო დაჭერების გულისათვის ეს არის შევარდნაძის სტილი, შევარდნაძემ ყობახეთის საწყალი დახვრიტა ისნის აღმასკომის თავმჯდომარე დინების განაწილებაში ქთამს იღებდა. ამ დროს ყველა აღმასკომის თავმჯდომარე იღებდა ქთამს, მაგრამ ბრეჟნევთან უნდა თავი მოეწონებინა და პოლიტიკური შემძვრალი იყო, ამით რომ როგორ ებრძვის კორუფციას. დახვრიტა კაცი, ძმაკაცი იყო მაგის. კლასელები იყვნენ თუ კურსელები, რაღაც ვიცი. მოკლა კაცი, ხო? მაგრამ შეიცვალა რა მე. ის ანალოგიური მოვლენები მიდის. ახალი შევარდნაძეები მოვიდნენ. შევარდნაძის სიჭაბუკე დამყარა. მეორედ მოსულა და ამას ვამბობდი ყოველთვის და გოროლებსაც ამას ვეხვეწებოდი. ეხლა გორში მე შინაური კაცი ვარ და გინდა გამიბრაზდნენ, ეხლა როგორც ოჯახის წევრს ისე უნდა გითხრათ, რომ გორმა ძალიან ცუდი როლი შეასრულა აი ამ პროცესებში. 28000 ხმა როგორ შეიძლება და სააკაშვილის წაიღო გორიდან. აი ამ გაჭირვებული დანგრეული კუთხიდან. და მისი პოლიტიკით დაინგრა გორი და შევარდნაძის პოლიტიკით. ვინ იყო ახლა ამ გრევის ორგანიზატორი და ინიციატორი? შევარდნაძე, სააკაშვილი და ჟვანია. ერთი იყო პრეზიდენტი, მეორე პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე მმართველი ფრაქციის ლიდერი. მაყურებელს მოусმინეთ, საღამო მშვიდობისა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო შალვა, ვისმენთ, გადიშემის. ის ზანდარი ხო. ხო, ბატონო შალვა, ძალიან დიდ პოტისკი გიხდით, მაგრამ თუ მარტო იმით ჩამოვძანდით გორში, რომ მიხეილ სააკაშვილი ლანძღოთ და იმის უარყოფითებზე ილაპარაკოთ, გორელებმა ჩვენი სურვილით ავირჩიეთ, ეკაცი მივეცით ყველამ ხმა და უსურვებთ გამარჯვებას და ველოდებით, ჩვენ ისეთი ხალხი არა ვართ, მე პირადად პენსიონერი გირებავთ, რომ იმას სავსე დარჩენო და ის თქვენგან დაცლილი ბეღელი რომ ვთქვათ და პენსიონერებისთვის ფული დაერიგებინა. ამიტომ აცალეთ ამ კაცს რომ რაღაცა დააკეთოს და მე როდ გეხართ რა ასე უშერია სიტყვებით ლანძღართ ამ კაცს. ამას არავისთვის არაფერი არ დაუშავებია. ჩვენ გრძნობთ ამას გორელებით და მთელი საქართველოს მოსახლეობას და 20%-ით მაინც ეჭვი გეპარებათ თქვენ, რომ ეს კაცი ნამდვილად ხალხმა აირჩია. დიდი მადლობა. სიყვარულით აირჩია და ამიტომ განენათ თუ ერთი ვიღაცას თქვენსადმი დარჩა შეხედულება, ამასაც ნუ გაუფუჭებთ და დაანებეთ თავი ამ კაცისა და დიდი მადლობა. ბატონ შალვა, მე აქვე თუ შეიძლება კითხვის სახით ვაქცევ მაყურებლის ასე ვთქვათ მოსაზრებას. კითხვას გავცემ, პასუხს კითხვა და აზრი იყო, ხო გამოვიდა. კი, აზრი იყო უფრო. აი ეს თქვენ მართლა განაწყენებული კაცის პოზიციიდან ხო არ საუბრობთ ბატონ შალვა? არა, განაწყენებული კაცი რაზე უნდა რატო იცით? მე განაწყენებული ვარ და წავიკითხე ბატონ შალვა. გაზეთ ალიაში მიეცეთ ეს ინტერვიუ, სადაც ამბობთ, აი 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ამბობთ, რომ ჩემი ელექტორატიო გაიქცა და სააკაშვილს აძლევს ხმას და სხვადასხვა ცოტა ეს უხეშათაც კი მოიხსენიეთ ეს ამორჩეველი, რომელსაც თქვა სააკაშვილს მიცა ხმა. 97%-მა ვინც მისცა სააკაშვილს ხმა, ხო არ ფიქრობთ თქვენ ხშირ შემთხვევაში მათაც აყენებთ შეურაცხყოფას, რადგან მის რჩეულს აყენებთ ფაქტიურად შეურაცხყოფას. პოლიტიკოსობა უნდა გამოიხატებოდეს არა იმით, რომ დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ან თუნდაც დიდი ნაწილი ასე ფიქრობს და ზუსტად იმათ ხანგზე ვიმღერო მეც. რაც პრინციპი მაქვს მე, აი რითაც მოვედი პოლიტიკაში, ხო? მე იმას არ შევცვლი. ამ ქვეყნიურმა კი არა, იმ ქვეყნიურმა საქართველოსაც რო აირჩიოს ჩემთვის მოღებილი პიროვნება. და გამორიცხული აქ უკან დავიხილე. და არანაირი განაწყენება არ მაქვს. მე მაქვს განაწყენება და მე მაქვს გულნატკენობა ერის ბედის გამო. ის ერთი თვეც რაღაც არჩეულია ბატონო შალვა. რა ერთი თვე 10 წელია მართავს ქვეყანას შევარდნაძე, სააკაშვილი და ჟვანია და ხო, მაგრამ ხო და ამათ სააკაშვილს მიქონდა შევარდნაძესთან კანონპროექტი, რომ აი ბატონო ედუარდ მივიღეთ საპარლამენტო უმრავლესობაზე პენსიების გაყიდვის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ბიუჯეტის სეკვესტრია. ხო, კაი გიქნათ მოაწესდა ხელი. სააკაშვილს მიქონდა შევარდნაძესთან გადაწყვეტილება, რომ ბატონო ედუარდ ვეღარ მინახავ სარსულზე ვსაუბრობ. ერთი წუთი ეს სარსული არა. ეს სარსული ეს დღევანდელობა დღეს იმიტომ ვარ ღარიბები, ღატაკები და ეს საწყალი პენსიონერებიც იმიტომ არიან, რომ უკვე გადარიეს ამდენი ტელევიზიები და სოროსის ნაყიდი ინფორმაციებით, რომ რაღაცა იმედი აქვს მესმეს, ღმერთმა თქვენი იმედი გაამართლოს და მე მადლობელი ვიქნები თუ შევცდები ბედის და მართლაც კაი ცხოვრება წავა, მაგრამ როგორ წავა კარგი ცხოვრება, როდესაც პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა არჩეული არ იყო ჯერ და დაიწყო იმით, რომ 60 მილიონ დოლარიანი სასახლის მშენებლობა წამოიწყოავლაბარში. ხალხო ეს ხო ფაქტია რა? ეს ხო სახელმწიფო საკუთრება იქნება. სახელმწიფო საკუთრება იქნება. იმის დროა ეხლა რეზიდენცია პრეზიდენტის. აი გოგა შეინტერესებს რა საბარგო ეგრო შევარდნაძეს გაეკეთებინა, მაგან აუდგებოდა ხალხი წინ 60 მილიონი დოლარი, რომელიც 60 მილიონითაც მთელი ქართლის რეგიონი შეიძლება დააპურო
ადამიანები აღარ დაგეხოცოს, წამალი იყიდონ, წიგნი იყიდონ, ტანსაცმელი იყიდონ. სასახლების დრო გვაქვს არის ის ქაჯეთის ციხე შევნეს აშენებული 11 სართულიანი შევიდეს და დაეტიოს იქ და მე რო იქნება კარგი ცხოვრება ააშენოს 200 მილიონ დოლარიანი კი ბატონო. აი ასე იწყებს თავის პრეზიდენტობას დაიწყო რით იცი კიდევ თავის პრეზიდენტობა გარემოვაჭრები 30000 კაცი აყარა ქუჩიდან თბილისში. მოგწონდა თქვენი ეს გაუვალი ერთია რომ მე არ მომწონს ერთია მე არ მომწონს და თქვა რაღაცას აბინძურებს და მეორეა რომ ეს კაცი მოკვდება შიმშილით რაჯობია ქალაქის დასუფთავების სამსახურებმა უფრო მეტი იმუშაონ და კარგად დაასუფთავონ თუ ის ხალხი შიმშილი დაუხოცოთ გორელი კაცი რომ წამოვიდა და დგას იქ გარევაჭრობას უეწევა დიდუბეში თუ ვარკეთილთან არა იმას რომ გამოაგდებ იქიდან რომელი ბაზრის დირექტორი შეუშვებს ბაზარში გაყიდულია ყველა ადგილი 200 კაცი შეიყვანეს მარტო დააყენეს და დამთავრდა 30000 კაცი საქმე დამთავრდა ხშირი დარჩა თბილისი მაშინ დაემსგავსება თბილისს მეგობრებო როდესაც ხალხს ექნება შუქი გაზი პენსია ხელფასი სამუშაო ადგილი აი მე უნდა რა თქმა უნდა კეთილინებო გარემოაჭრემა და თავს უშველონ და სამუშაო ადგილებზე დაბრუნდნენ საიდანაც წამოვიდნენ მაგრამ ეხლა როცა წყდება საკითხი ადამიანის სიცოცხლე თუ გარეგნული ქუჩის სიმყუდროვე არა უნდა გადაწყდეს საკითხი ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ ეს არის საკაცობრიო პრინციპი ამას ამბობს ჩვენი რელიგიაც ამას ამბობს ისლამიც ამას ამბობს კათოლიციზმიც ამას ამბობს ბუდიზმიც და მარტო ჩვენი ხელისუფლება ამბობს რომ თუ მეც ხალხი ამახინჯებს ქუჩებს და პლუს რომ შოულობს და თავს რო ირჩენს რაღაცა ორი კაპიკით ეს თურმე არის ძალიან სამარცხვინო ესთეტიკური მოვლენა ასე არ იწყებენ მუშაობას პრეზიდენტები საქართველოს პირობებში მუშაობას უნდა იწყებდნენ ისე რომ ეს ბანკები სადაც ჩვენი ანაბრები ჩაიდო და ახალი ბანკირები რომ მოგვევლინენ გახსოვებული იმათ ჩამოართვას ეს ბანკები თავისი საწესდებო კაპიტალი და დაიწყოს ანაბრების გაცემა ახალმა პრეზიდენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს იმით რომ ჩამოართვას კერძო სტრუქტურების ბორჯომი საწარმოო გაერთიანება რომელიც ჩვენი ბიუჯეტის დიდი შემოსავალია და დღეს კერძო წარმოებაშია მადნეული აი ეს ოქროს რაც მოიპოვა და ავსტრიელები რო ჩამოიყვანა ჟვანიამ 90-იან წლებში ის ჩამოართვას და სახელმწიფო დაუბრუნოს ფერო დაუბრუნოს სახელმწიფოს მარგანეცი დაუბრუნოს სახელმწიფოს ფოთისპორტი დაუბრუნოს სახელმწიფოს აგზელოს ხეტყის გატანა საზღვარგარეთ და აი აქ ხეტყის გაჩერებულ კომბინატებში დამუშავდეს ის მასალა და აქ დამზადდეს ავეჯი და ბზა გავყიდოთ აგზელოს ლითონის და ჯართის გატანა საზღვარგარეთ და მეტალურგია ამუშავდეს აი ეს არის ამას გააკეთეთ სააკაშვილი ჩამოვალ გორში და ვიტყვი აი მე ამას ვერ შეწდებოდი გორელებო ძმებო და ბოდის გიხდით ამას არ აკეთებს ბატონო და აკეთებს იმას რომ ეხლა სოროსი შემოდის თავისი ახლა სოროსმა დახარჯა მილიონობით ამ რევოლუციაზე ხო? მე თვითონ ჯერ არის 25-ში მისი ინაუგურაცია. ამაშია საქმე რომ აი ამ დღეებში ერთი თვეც არ არის ამ დღეებში მოასწროს ხოთ. აი უბრალოდ რამდენს. მოგა ამ დღეებში მოასწრო ამდენი უბედურობა რაც ჩამოთვალე ეს ხო ფაქტია კაცო მე არ მომიგონია და რო გავა კიდე დიდი დრო და რო არ შეუძახო და რო არ უთხრათ რომ შეგვაყანა ზღუპა რას გააკეთებს ეხლა მეფეებს ყავდათ ტაკი მასხარები დაქირავებული რომ ემათმაინც ეთქვა სიმართლე ხო ხუმრობით ჩვენ ვართ ხო ხუმრობით მაინც არა ეხლა შეიძლება ხუმრობით არ გამოდის ხო სიმართლის ხო მაგრამ ჩვენ ვართ მზა ოპოზიცია ამისთვის ხო პრეზიდენტობაში არ ვეცილებით თუ მოაწერა ხელი პენსიების გაზდაზე ან გაყინული პენსიების დარიგებაზე მე იმ ავტოკრატს არ წავართვენ ბუნებრივია ტაჭ დავუკრავ ხო რა შეუშლის ხალხს გადატრიალებას უწყობ შერეულ ფორმირებას ვქნი მიტინგებს უწყობ რაში შეიძლება უშლიდა შავადრეშვილა ლეიბორისტული პარტია ხელს მიხეილ სააკაშვილის რომელიც საქართველოს პრეზიდენტია ახლა ის რამდენმა ერჩია როგორ ერჩია სხვა საკითხი ამას დავანებოთავი და რომელსაც უკან უდგას სოფლიოში ცნობილი მილიარდერი სოროსი და ამ სოროს შეუძლია ჩვენ ერთად პარიზშიც კი მოაწყოს გადატრიალება თუ მოინდომა მე რა შემიძლია შეუშალო ხელი გარდა იმისა რომ უთხრა სიმართლე თუ ეს სიმართლე ვინმეს არ მოეწონება მე ბოდის ვერ მოვხვდი რადგანაც მე ვარ მართალი და ჩემ სტრატეგიაში ლეიბორისტული პარტიის სტრატეგიაში არაფერი არ შეცვლილა ჩვენ ვიბრძოდით ამ პოლიტიკის წინააღმდეგ მოსახლეობის გაღატაკების წინააღმდეგ და ვებრძოდით ამ გაღატაკების ავტორებს შევარდნათ სააკაშვილს და ჟვანიას და თუ ვინმეში რამე შეიცვალა და ეხლა მიაჩნია რომ ჟვანია და სააკაშვილი კარგებია და მარტო შევარდნაძე იყო ცუდი ამ თეორიას მე ვერ გავიზიარებ აი ეხლა დღეს ბრიფინგი მქონდა არის გადაიცეთ რომ თქვენი ტელევიზიით მოსკოვში ჩვენ ვიმუშავეთ სერიოზულად რუსეთის სახელმწიფო და პოლიტიკურ ელიტასთან და ბოლოს ჩემთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლოშინინმა განაცხადა რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენს დასაბუთებას და მზად ვართ წავიდეთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ან გაუქმებაზე საქართველოსთან. ეს რას ნიშნავს? ხო წარმოგიდგენიათ, გორელები გაიტანენ პროდუქციას. კი, ჩემთან შეხვედრაზე მოსკოვში ვიზიტის სააკაშვილმა რომ ჩამოიტანოს ეს იგივე წინა. ამაშია საქმე, ამას ჩვენ მივაღწიეთ. რუსეთი თანახმა გაუქმდეს სავიზო რეჟიმი. თუ ეხლა სააკაშვილს ლებადართოს სოროსმა ამერიკიდან და ამას მოაწერა ხელი გააკეთებს კარგ საქმეს, მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ ჯანდაბას დაიბრალოს თავის თავზე, როგორც ბევრ რომ დაიბრალა ჩვენი, მაგრამ სენდულის
ჩვენ გაკეთებული იყო, ოღონდ საქმე გაკეთდა და აღდგეს ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენი უპირველესი პარტნიორია რუსეთის გარეშე. არ გვექნება ენერგეტიკა, არ გვექნება გაზი, ვერ გავიტანთ ვაშს, ვერსად, ვერ გავიტანთ ნერგებს, ვერ შემოვიტანთ ნედლეულს, არ განვითარდება საშუალო ბიზნესი. ეხლა ის ამერიკა კარგია, მაგრამ ოკეანის იქით არის და სანამ პეტრე მოვიდო და პავლეს თავი გავხსნა, ეგრე მოვიდა. მაყურებელს მოუსმინო, დიდი ხანია გველოდებო. უკაცრავად რომ დავალებთ, ნიშნავს ხარდამჭერი იქნება საუბრობთ. ვერ გეტყვით, ჩვენთან არ კონტროლდება ეს ზარი, ასე რომ შეიძლება თქვენი მხარდამჭერი იყოს. გისმენთ საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში. გისმენთ. ბატონო გოგა, მოგესალმებით. ძალიან დიდი ბოდიში შალვა თუ ცოტა რა მეც პენსიონერი ვარ, ცოტა ავღელდი თქვენ ლაპარაკზე. თქვენ გორელები და გორი, ვინ გონიათ? რა ვიცოდი რა თქვენა სოფლის ბირჟაზე ხომ არ გეხართ, ბექი და ხوار გელაპარაკებით. რანაირად ჩვენა ვერ ვიგებთ სააკაშვილის ცოდნას, ვანომერაბაშვილის ცოდნა არ ვიცით რა არის? და ვერ გავიგეთ, ვანომერაბაშვილი არის ყოველპირველად შევერდნაძე ხმა იმაღლა ამერიკაში და კორესპონდენტს რო შეეპასუხა. რას გასწავლით? რას გასწავლით? დიდის მისერცხლი იქნებოდა თქვენ რო პრეზიდენტი ყოფილიყავით. აი ლეიბორისტები მაშინ არიან ჩასაკონები რომ თქვენ დაეყმოდეთ პრეზიდენტად სამარცხო. ეხლა მოლაზი არ მოყვეთ ანეკდოტებს. გავიყვან. დიდი მადლობა, ქალბატონო. გასაგებია. ქალბატონს თავისი აზრი აქვს, მე ამას პატივს ვცემ, მაგრამ გიმეორებ. უმრავლესობით აიღო გორში, გორის რაიონში სააკაშვილმა. არა, ზოგჯერ ჩვენ როგორც ამორჩევლები ვცდებით. ეხლა ბატონ ირაკლისთან მე ჩემი პრეტენზიები მქონდა, როდესაც ამერიკელები გავყარეთ ჩვენ, აქედან, ხო? აი ენერგო მაფიოზები და ენერგო ვამპირები სისხლო გამოწვევის თბილისს და დენის ტარიფი რო გაზარდეს 10 მაგად თეთრ ნახევარი ღის დენის გამომუშავება და 14 თეთრზე ავიდნენ და აპირებდნენ 25 თეთრზე ასვლას. მე ჩავიხედეთ ამ კონტრაქტში. ეს ყოფილა ბატონ ირაკლის გაფორმებული კონტრაქტი ოქრუაშვილის სხვათა შორის და ამაში აუღია მას $300,000. მე მაგალითად ამას ყოველთვის უარყოფს ირაკლი. როგორ გეკადრებათ, რა უარყოფს ეს დოკუმენტები და ქვითრებია, ჩამოგიტანთ, მომიწვიეთ მეორე გამოსვლა და აქ ჩამოვლეთ, ჩამოგიტანთ ქვითრებს. რას უარყოფს, კაცო? ეს არის სამშობლოს გაკეთვა. ჩემთვის რო ეს გაეკეთებინა, მინიმუმ სახში არ შემოუშვები. და გორელობაზე როზდებს ირაკლი ოქრუაშვილი, თავს ეს არჩევნებამდე იყო გორელი. ეხლა გამოდის იმ დღეს ტელევიზიით და ხო, გორშე ზაფხულობით ჩავდივით დასასვენებლად. დასასვენებლად შეიძლება იქაც ჩადიოდა, რა ქვია, კალიმანჯაროში და ერჩეთ კალიმანჯაროს და დეპუტატად. ეხლა უკვე აღარ ეკადრება ეს გორელობა. ეს სააკაშვილი მე მდევნი და წლების განმავლობაში რომ ეგ ჩამოსულიაო, დუშელიაო, ბაზალელიაო და მეო ვერელი და ვაკელიო და რომ დაჭერდა მე გაახსენდა რომ გორელია, წალენჯიხაილი ყოფილა დედამისი იქიდან თურმე ერთი პაპა იქ ჭიათურელია თუ საჩხერელია და ყველა იმის ის გახდა რა. მე ხლა ქართული კაცია და ვერ ვიტან ეგეთ ვირეშმაკობას რა. ვერ ვიტან და რაც შეეხება ვანომერაბიშვილს საიდან ვიცნობ და შევარდნაძე გააკრიტიკა თუმე ვანომერაბიშვილმა პირველად და სააკაშვილმა მოდი რა ესაც ღაპრებია რა მეგობრებო ვანომერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ორჯერ გახდნენ შევარდნაძის ხელმოწერით პარლამენტის წევრები პარლამენტის დეპუტატები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეები არასოდეს შევარდნაძის ხელმოწერით არ გავხსნა კომიტეტის თავმჯდომარე იყავით მე არა შევარდნაძის პარტიიდან რამე მაჟორიტართა კორპუსიდან მაჟორიტარი ვიყავი უპარტიო და დამოუკიდებელი მაგრამ ჩემი ბიოგრაფია ძალაუფლებას ფლობდა და არ იყო პრეზიდენტი მაშინ არ იყო შევარდნაძე პრეზიდენტი მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტი ის შევარდნაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრეზიდენტი მე გახდა 95-ში რომ ჩამოვიდა სააკაშვილი ამერიკიდან და ჟანერ უდავსკა გვერდში ჩვენ დროს ვერ გამოკრა ხელი პრეზიდენტობას თქვენს კარიერაზეც გარკვეული ასე თქვა ის იმოქმედა მხოლოდ ნეგატიური არ დაგეთახმებდა აი მე ჩამოვიდან ჩემს პირად საქმეს ჩამოვიდანოს მიხეილმას თავის პირადი საქმე შემი პირადი საქმე შევარდნაძის ხელმოწერით დაბენზურებული არ არის არ სადაც წერე რომ ნათელაშვილი არჩეული იქნას დანიშნული იქნას დამტკიცებული იქნას გადაყვანილი იქნას სულთა ჩემი და ჩემი შთამომავლობის გასაგებია ამისგან და სააკაშვილის ბიოგრაფიაში და მერაბიშვილების და მაგათ ბიოგრაფიაში ყოველ მეორე ხელმოწერა დაწნეურობაზე არის შევარდნაძის და საერთოდ ესაც მორალური ამბავი ეხლა შეიძლება მე ვწდები და როგორც პოლიტიკოსი ისე ვარ ვაძულობ მაგრამ ვძნობ თავს როგორც ოჯახში გორელებთან და გულახდილი ვარ ძალიან სხვა ტელევიზიებში ასე არ ვისაუბრებდი ეხლა ჩემთვის რომ შევარდნაძეს იმდენი საქმე გაეკეთებინა რაც გაუკეთა სააკაშვილს ხო არ ჩამოვდიდი ბოლომდე ვიდგებოდი მის მე სხვა მორალური მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა არ ჩამოვაგდებ ყოველ შემთხვევაში გავდგებოდი გვერდზე შეიძლება მისცაც არ დამეჭირა მხარი მაგრამ ეხლა მივარდნილიყავი მის კაბინეტში და სკამი დამეწვა და იმის ჩაი დამელია ამას მორალურად მე ვერ ვიზავთ ეხლა ყველას თავისი საზომი აქვს ზნეობის ეთიკის შეიძლება ის სწორია აბსოლუტურად მაგრამ აი ჩემი გაგება ეს იყო დაუშვებელი თუ კაცმა ამდენი სიკეთე გამიგიწვა და კაცად მაგცია და არავინ არ მიცნობდა და მინისტრი გამხადა და მართული ფრაქციის ლიდერი გამხადა და დეპუტატი გამხადა რა მე პირში ვეტყოდი რომ შენი პოლიტიკა აღარ ვარგა
მე შენ ვეღარ გემსახურები, გავდივარ გვერდზე, მაგრამ ამას არ გავუწევ. ერთი ზარიც მოვისმენთ ბატონო. ეს თქვენი პოზიცია. შევარდნაძე მაინც მიდიოდ. ერთ ბძენს რა აქვს ცით ნათქვამი ბატონო. თქვენ რომ კითხოთ მართალი ხართ, მე რომ კითხო არ ამჯერავ და ხშირ შემთხვევაში ესეთი რაღაცა. არა, ბუნებრივია რომ 100 სხვადასხვაობა ხარ, ყველა თურეთაზე ვიქნები დაიღუპებოთ რა თქმა უნდა. მაყურებელს უსმენთ, საღამოშვიდობისა გესალმებით გისმენთ. მოგესალმებით. საღამოშვიდობისა. დავარჯოთ. ბატონო შეხა მე აღშფოთებული ვარ თქვენი გამოსვლით. თქვენ რა თქმა უნდა თითქოს იმას რომ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მაგრამ ეს თქვენი ნება. მე მქონდა საშუალება ფარული ჩაწერა მეწარმოებინა თქვენ ცენტრალურ ოფისში. თუ ცოტა ხმამაღლა არ გესმის. მე მქონდა საშუალება ბატონი შალვას ოფისში მეწარმოებინა ფარული ჩაწერა. ოჰო, ამას რა გვაქვს? ამას აუცილებლად ვაჩვენებთ მაყურებელს. რა არის როგორ იგებდა ყოველთვის არჩევნებს, მაგას ნახავს მაყურებელი ბატონი შალვა. ძალიან საინტერესოა და მე ვაღარ არა მოусმენთ. რა გაქვს აი ჩანაწერში? აი რა თემას ეხება ეს ჩანაწერი? ვაჩვენებთ აუცილებლად. თუ რა გარიგებები ხდებოდა იქ არჩევნების გასაფარებლად და ასე შემდეგ. აუცილებლად ვაჩვენებ ბატონი შალვა. აგაშენა. კარგი. მაგო. ეს იგი ფარული დეტექტივების სკოლია და შეიძლება ფარული აგენტები პარტიაში. მოდით ვისაუბროთ. ჩვენ უფრო წარსულზე ვსაუბრობთ და მართლა ესეთი შეგიძლიათ რჩევა განაცხენებულის პოზიციას საუბრობთ. ტელემაყურებელი განაცხენებული, რაზე უნდა იყო განაცხენებული? მე ვარ ჩემი ხალხის ამ მდგომარეობის გამო, რომელიც არ გაუმჯობესდება. თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ შევაზრების დემონტაჟი უნდა მოხდეს. თქვენ გახსოვთ, იქ იგულისხმებოდა სააკაშვილი და ჟვანიას. ავტორები იყვნენ ამ სისტემის. ამათ მოახდინეს ეს დემონტაჟი. რა მოახდინეს? თქვენ ალბათ ამაზე ხართ გადამრიო. თქვენ ვერ მოახდინეთ. აი გოგო, არ გადამრიო. რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I როცა დაბერდა და გამოპრუტუნდა და შევარდნაძის სტადიაში შევიდა და მოაბეზრა ყველას თავი, დააღწვეს საკუთარმა გენერალებმა და ამ დააღწვებას ხელმძღვანელობდა მისი შვილი ძე ალექსანდრე I, რომელიც მერე გახდა იმპერატორი ალექსანდრე I, ხო? მაგრამ შეიცვალა რუსეთში მონარქია, შეიცვალა გლეხების მდგომარეობა. კიდევ გრძელდებოდა 70 წელი ბატონყმობაც და ყველაფერი. აქ მოხდა სისტემაში შიგნით ჩანაცვლება, მოხდა სამეფო კარის გადატრიალება. შევარდნაძემ გადასცა ძალაუფლება, დაურეკეს თეთრი სახლიდან ვაშინგტონიდან და უთხრეს, რომ გეყოფ ახლა ფეხების ფარშვა, მე ერთი ბავშვებს ძალაუფლება. მისი ოჯახის წევრებს გარკვეული ასე ვთქვათ ზეწოლა არის და ვერაფერს ვერ გაუკეთებენ შევარდნაძის ოჯახის წევრებს და რატო გეტყვით მე? ჯოხთაფერძე დაიბარა. ვერაფერს ვერ მე რა დაიბარეს? ჯოხთაფერძის კომპანიაში, მაგთიკომში ამერიკელებია წილში. ამერიკელების კაპიტალია. როგორც კი დაიჯახებიან ჯოხთაფერძეს, იჯახებიან ამერიკას. ახლა სააკაშვილი და ჟვანია ამერიკასთან გაფუჭებენ ურთიერთობას, არც დაიჯეროთ. როგორც კი დაიჯახებიან ახლოდიან შევარდნაძის ბზახავს, ხო? ფოთის სპორტზე დაიმართა. ეგრევე დაიჯახებიან სოროს, იმიტომ რომ TBC ბანკში, რომელიც ახლოდიანისაა, სოროს აქვს მილიონები ჩადებული. დაუშვათ ეს ამიტომ ეს ზღაპრები თავის გაბრუება. აი ეს რო განხორციელდეს და თქვა დააკავონ იგივე ახლოდიანი. თქვენ ამის შემდეგ გაგეფანტებათ ეს ასე ვთქვათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ შევარდნაძე და ესენი ერთი და იგივე ოჯახია და ერთი ასე ვთქვათ ჩანაცვლება მოხდა. გაგეფანტებათ აი ეს. ოჯახის დაკავება არ ნიშნავს პოლიტიკის და სისტემის შეცვლას. ჩვენ გვინდა სისტემა შეიცვალოს ისე, რომ რაც ბიუჯეტში უნდა შემოდიოდეს, წამოვიდეს ბიუჯეტში, აი სტრატეგიული სიმდიდრეებიდან და მერე დაეშვას პენსიებზე, ხელფასებზე, ოპერაციებზე, წიგნებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე. სისტემის შეცვლა გვინდა, ვინც ამას გააკეთებს. მიშა იქნება თუ, პავლე იქნება თუ, ოჩოპინტრა იქნება თუ, შალვა იქნება, იმას დაუკრავთ ტახტს, მაგრამ სისტემას ესენი არ ცვლიან, მარტო დაიჭერა, ხრუშჩოვმა არ დაიჭერა სტალინიშვილი, რა ქვია. სტალინიშვილი ხო დაიჭერა, ვასილი. ხო დააპატიმრა რა? ხო დახვიტა ლავრენტი ბერი. ამით შეიცვალა კომუნისტური სისტემა. აბსოლუტურად არ შეცვლილა, არ ნიშნავს ეს დაჭერები და ეს 9 მეტყევე რო დაიჭერეს, ის ნეფარიზე 80 წელს მიღწეული კაცი. 80 წლისა ერი ხონიკერი აღარ დაიჭერეს და ტოდორ ჯივკოვი, რომელსაც მართლა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და პრეზიდენტები იყვნენ ქვეყნების, ხო? და ეს მეტყევე დაიჭერეს წნეთიდან და 10 კაცი მიყავდა იქა, რომ არ გაქცეულიყო, ვეღარ დადეს. და იმ დღეს მოვდიოდი იმიდან დაგრძელოზე ვიყავით სამტრედიაში, სურამის ერთი წუთი დამნაშავე უნდა დაიჭერო, მაგრამ აი წნეთის მეტყევეს ვისგანაც მისდიოდა მითითებები, რომ ეს ნაკვეთები გამოუყავი ამ მინისტრებს, ამ მერებს, ამ გუბერნატორებს, ჯერ ის უნდა დაიჭერო და მერე ის წნეთის მეტყევე უნდა მიიყვანო სასამართლოზე. მიუსაჯო პირობით, თუ რამე მეტი არა ჩემი წერი. მოდით ერთ მაყურებელს კიდე მოვუსმენთ. საღამოშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში. რა საღამოშვიდობისა. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო შალვა. მე ვუყურებ თვითონ გადაცემას და კმაყოფილი ვარ თქვენი ლაპარაკით. თქვენ აბსოლუტურად ყველაფერს სიმართლეს ამბობთ. მაგაშენა ვერც მაგაშენა ვარ.
ვიფიქრე გოგრელმა გამაგდეს უკვე აქედან და დავიღუპე მეთქი და ხო არა როგორც ასეთი როგორც მოწინააღმდეგეები მომხრეებით ძალიან ბევრი ყავს თქვენ გორში ვიცი და მე გორელი ყველა გორელი მიუყარს მომხრეს და მოწინააღმდეგეს ყველა ჩემია და მათზე შემტკივა გული და იმიტომ ვარ ცოტა რადიკალური თორემ ეხლა მე რომ მიშას გავუცინო და ჩაუდმაგაც და მიშას ბედნიერება იქნება ეგ მაგის ოცნებაა და მე კარგად ვიქნები მაგრამ თქვენ ვერ იქნებით კარგად და ვერც მიშა ვეღარ იქნება კარგად თუ არ ეყოლება მას რეალური კრიტიკული ოპოზიცია რომელიც არ იყიდება და არ იმართება ამერიკაში თუ აირჩევენ პრეზიდენტს დემოკრატიული პარტიიდან შანსი აღარ არის ამერიკელებმა კონგრესი აირჩევენ იმავე პარტიის ირჩევენ მოწინააღმდეგე პარტიისას რომ ერთმანეთს ებრძოლონ აკონტროლონ და ნაკლები იყოს კორუფცია არ გაიტაცონ ბიუჯეტი და არ შეიქმნას მაფია შეთანხმებული და ჰარმონიული მაფია ეს არის დემოკრატიული ცხოვრების წესი ჩვენ თუ ამ წესიდან გავალთ ეხლა მიშა ისევ მიიღებს გორიდან 28000 ფრანკს დაბალებად არჩევნებში დამერწმუნეთ რომ ამ კაცს დავუყავთ ჩვენ და მე დამწყდება გული ერთ-ერთ პირველს საბოლოოდ დავუყავთ იმიტომ რომ ის დაიჯერებს რომ ის არის უძლეველი ის არის ყველაფრის პატრონი და გამგებელი და მონოპოლისტი და შიგნით დაეწყება რღვევა და შლა რა დაემართა ბატონ ზვიად გამსახურდიას თავის პარტიაში მოხდა ამბოხება იმდენი შევიდა ეს ბუგალი მაგიდან რომ ვეღარ გაიყოს გავლენის სფეროები და ამ ზეპიროვნებას და სუპერ რეიტინგის მქონეს აღარ იყო ძალები ესენი დაეჭირა და ბოლოს ქუჩაში გამოვარდნენ ტანკებით ერთმანეთს ეტაკდნენ ხო დაინახეთ ეხლა მიშასთანაც პარტიაში დატოვა პოლიტიკურმა მდივანმა პარტია ხო იქიდან ვიღაცები გაიქცევენ ამ დღეებში აი ამაშია საქმე რომ არ შეიძლება იგივე პრეზიდენტი იყოს მშვიდად რო ეცედა მე ყველაფერი გარანტირებული მაქვს გორელებს ასე უყურარ და გორელების სიყვარული ძალიან ბევრ ამის ნიშნავს და კარტელების სიყვარული ეს მართლა სიყვარულია ეს არ არის მოჩვენებითი და აფერისტული ხო აი ესე უყურარ და მე ყველაფერი გამივა და არაფერი საშუალება აღარ მეუნქრება არც მე ქვეყანას როგორც გამკუთხით დაიწყებს მიშა ფიქს იმ წუთიდან დაღუპულია ისიც და ჩვენც და არაფერი აღარ გვეშველება მე თუ დროულად არ შეუძლია კიდევ ერთი ზარი თორემ ეხლა მე სრულებით არ ვარ შინაგანად ოპოზიციონერი აი ბატონი ნოდარნათასავი და ის ირაკლის წერეთელი რომ მართლა ოპოზიციონერად არიან დაბადებულები ესენი მე არ ვარ ოპოზიცია დაბადებული მე მოვედი პოლიტიკაში საკმაოდ დიდი თანამდებობებიდან ოღონდ არაშეურნაძის დამსახურებით ეს ხაფერიეთში იყო ოთ ერთ მაყურებელს მე ქვეყნის საჭიროება მოიტანე გასაგებ გისმენთ საღამოშიდობისა პირდაპირ ეთერში ხარ გამარჯობა ალო დიახ გისმენთ საღამოშიდობისა ბატონო გოგა გამარჯობა საღამოშიდობისა ბატონო შალვა მე აღფრთოვანებული ვარ თქვენის პირდაპირ თქვენი შესაშური ლოგიკით და კოკისპირული საუბრით ორი კითხვა მაქვს თუ შეიძლება რამდენი სიტყვის წარმოქმნა სახერხებთ წუთში და ხო არ ჯობია რომ ჟირინოვსკის ნაირმა პოლიტიკოსებმა საერთოდ დაანებონ თავი პოლიტიკას ქართულ პოლიტიკას რო ჩამოშორდნენ მადლობთ მეორეც გქონდათ მაგრამ რამდენი ალბათ ორივე სიგული გასაგებ ისე დამითვლია ალბათ იმდენ სიტყვას რამდენსაც მოითხოვს ეპოქა საჭიროება და მაყურებლისათვის აზრის მიზანის ტექნოლოგია ჩქარა რატო ლაპარაკობ ბატონო გინდათ რომ ბევრი მოასწროთ თქვა იმ დროში ალბათ შინაგანად კი იმ დროში ალბათ შინაგანად კი იმიტომ რომ ახლა ჩვენ რო პარლამენტში აღარ შეგვიშვეს 99 წელს მიშამ და ედუარდმა სხვათა შორის სხვა და ჟვანია ოთ ედუარდ მიშა რას წვეთდა იმ მმართველი ფრაქციის ლიდერი იყო როგორ გეკადრებათ რო ჩავედი სტრასბურგში და გავასაჭიროეთ პარლამენტში არ შეშვება შევარნაძემ გამოაგზავნა მიშა ევროსაბჭოს პრეზიდენტ რასელ ჯონსტონთან მიშამ ჩამოიყვანეს ქეთი ხატიაშვილი ალია ჟურნალისტი მაგათია მაგათ სტატიებს როწეს და იქ იჭრებოდნენ პრეზიდენტთან და უსაბუთებდნენ რომ პროკრიტიკული აქვს თურმე მე ესე იგი არასწორად მსჯელობ იმ არჩევნებზე 99 წლისა და ის არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად ძალიან ობიექტურად სამართლიანად და დღეს თვითონ ყვიროდენ რომ ის არჩევნები გახსნა ასე რომ რას ქვია მაგათაც ხო და რაც შეეხება ეხლა ჟირინოვსკის უფრო მიშასადარებდნენ და მე ასე ვიცი თქვენ თავზე არ მივიღეთ ეს რა შეიცით საქმე ჟირინოვსკი არის უჭკვენესი კაცი ტალანტია მას აქვს გარდასახვის ძალიან დიდი უნარი ის თამაშობს პოლიტიკაში მაგრამ ისე პირად ურთიერთობებში რო შეხვდები სულ სხვანაირია ჟირინოვსკი თქვენ ბატონ შალვა მე არ თამაშობ მე რაც ვარ ის ვარ რასაც ფიქრობ რასაც მეგობრების წრეში ვსაუბრობ ან იგივე რომ მეუბნება იქ ოფისში ჩანაწერები გვაქვს აქ უფრო რადიკალური ვარ და ოფისში შედარებით მშვიდი ბევრად მშვიდი ვარ სხვათა შორის ისე ის ვარ მე არ შემიძლია გარდასახვა იცით ეს შეიძლება ცუდიც არის პოლიტიკაში არ ვიცი ახლა აი მიშას ექვს ნიჭი აქვს გარდასახვის შესანიშნავი ნიჭი აქვს ახლა მე მახსოვს რომ ჩამოვიდა ამერიკიდან ესე იგი შევარდნაძეზე ხმა ამოგეღო პარლამენტში და მიშა იდგა ტრიბუნაზე პირველი როგორ ჩვენ სოფლიო გვიცნობს შევარდნაძე არის პასპორტი ჩვენი სოფლიოში ამაზე აუგის ქმარის დემოკრატიის შეურაცხყოფა საქართველოში შევარდნაძე არის დემოკრატიის გარანტი ეს მე მახსოვს მიშა ეს არის ტელე ის მამალაძე მაგათთან იყო
მამალაძე მანამდე იყო კარგი, სანამ მიშას და შევარდნაძეს და ჟვანიას აძლევდა ხმებს ქვემოხარკლიდან. როცა აყალბებდა მათ სასარგებლოდ, მამალაძესთან იყო სრული ჰარმონია და ავსტრალიელები რო ჩამოიყვანა ჟვანიამ კვარციტში ოქროს საბადოებში, იქ სააკაშვილის და მამალაძის ინტერესები იყო დაბალანსებული. მერე მოვიდა თამარ ჩხუბი წილებზე, მამალაძე მაჯობა ბუნებრივია, იმიტომ რომ იყო გუბერნატორი და ყავდა თავის სამეთვალყურო საბჭო, იქიდან წამოვიდა ის ჩხუბი და დღეს არც მამალაძე, არც მიშა არ ამბობენ რაზე მოძდით ჩხუბი. რო იქ ოქროს ინტერესები, იქ ავსტრალიელი ინვესტორებია, რო იქ მოხდა ეროვნული სიმდიდრის გაყიდვა ჟვანიას ინიციატივით, ამაზე არ ამბობენ. ისე დაობენ რაღაცაზე, აი შენ იანგებზე სანადიროდ იყავი, იმაში რიო-დე-ჟანეიროში, შენ ცხენები ყავს, მიშას ეუბნებიან რომ შენ აი პატერსონ ბექნაბის წარმომადგენელი ხარ, აი ესე ზედაპირული დავა. ის რომ თქვან აი რა მოხდა მათ შორის და რა ვერ გაიყვეს იმ ოქროს ზოდებში, ამის თაობაზე არც ერთი და არც მეორე არაფერს არ საუბრობს. კიდევ ერთ მაყურებელს მოვსვით. საღამოშიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში. იო. დიახ გისმენთ. მოგესალმებით ბატონებო. ბატონო შალვა, მე მინდა თქვენ მოგმართოთ. მე საერთოდ საპარლამენტო არჩევნებამდე ვიყავი თქვენი მხარდამჭერი და ძალიან დიდი სიმპათიით ვიყავი თქვენს მიმართ განწყობილი. მაგრამ საქმე რა შეიცით? უბრალოდ იგივე ამ 23 ნოემბრის პოლონებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ის რომ თქვენ გვერდზე დადეკით, ჩემი აზრით ეს იყო ღალატის ტოლფასი. ხა თქვენ რაც არ უნდა თქვათ რანაირადაც არ უნდა იმართოთ თავი, ფაქტია. და კიდევ ერთი მე მინდა გითხრათ რომ ბატონო შალვა თქვენსა და ირაკლი ოქროაშვილის შორის არის ერთი განსხვავება. ბატონი ირაკლი რასაც ლაპარაკობს საქმით ამტკიცებს და საქმით აკეთებს. თქვენ მარტო ლაპარაკობთ და цаრელი ლიტოს სიტყვებს აერზე ისვრით. ძალიან აქვთ რა, უბრალოდ ერთი რაღაცა რომ ირაკლი ოქროაშვილი გოროლებისთვის ეს არის გმირი. და ამას მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი გორელი შეგიძლიათ ნებისმიერი გააჩეროთ ქუჩაში და შეეკითხოთ და ირაკლი ოქროაშვილი რა კაცია და ვინ არის და რა ავტორიტეტი აქვს. ყველა დაგიდასტურა. ძალიან აქვთ რომ უბრალოდ რაღაც ჩარჩოებში ჩაჭდე რა. დიდი მადლობა. ეხლა აქ ხო კარგი ახლა ნუ ირაკლიზე სიტყვა მოიტანა და ნუ რა თქვი სიმართლეა სიმართლე და ვისაც აინტერესებს ჩვენთან ჩამოვიდეს ოფისში თუნდაც ის ფარული გადაღებას რო აწარმოებს ჩვენი მეგობარი და მასაც ჩავაწერინებ იმ დოკუმენტებს რა ხდებოდა და როგორ იყო. ეხლა რაც შეეხება ჩემს მე რას ვფიქრობ აი ზუსტად რევოლუციის წინა პერიოდში იყო საზოგადოებისგან მართლა იყო მოთხოვნა იმისა რომ თქვენ ყოფილიყავით და მიხეილ სააკაშვილი ერთად აი ამ რევოლუციის მიმდინარეობისას. ეს მოთხოვნა ხო თქვენ ხო გრძნობდით ამას რომ იყო ეს მოთხოვნა. მაგრამ საზოგადოებამ ხო იცოდა გოგა რომ მე თანაბრად 100.000 ადამიანი მე თანაბრად უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა შევარდნაძის, სააკაშვილისა და ჟვანიასთან. ეს იცოდა საზოგადოებამ. 10 წელი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, ეს იდეოლოგია, აი რასაც საუბრობთ. აი ძალიან მაგრად გავდა ერთმანეთს, ხო მე თან. ეხლა თუ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს სწავლობდა პოსტულატებს და იმეორებდა ამ ჩემ ფრაზებს, ეგ ჩემ. არა, ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ არჩევანის წინაშე ხო არ დაადგა საზოგადოება, რომ ჯობია თქვა აი ესეთი რადიკალური მიმართულების არჩევა, ვიდრე თქვა სადღაც ოფისში ყოფნა და ლოდინი შალვა ნათელაშვილის მიმართ იმისა, რომ თქვა წელიწად ნახევარს შევარდნაძის გადადგომის შემდეგ იგი დააპირებდა პრეზიდენტობას. არა და ქვეყანა მართლა იქცეოდა. აი გულწრფელად მითხარით რა ბატონო შალვა, აი გულის ერთ პატარა კუნჭულში მაინც არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვა აი მე რო ესე გამეკეთებინა და დამდგარიყავ იმ პერიოდში იქ. აი რა შეიძლება გახსოვთ მოლანასწრაფი. შენ მართლა პრემიერ-მინისტრი ყოფილი. რა ჩანდავაწყდა შესაძლოა პრემიერ-მინისტრი, ეგ გამაგია. ოპოზიციური ჯობია ქვეყნისთვის დამიჯერა. მე მახსენდება მოლას და მისი მეუღლის ისტორია, მოლანასწრაფის. ძინავთ და ქუჩაში ატყდა ჩხუბი. ცოლმა უთხრა რომ კაცი ხო ხარ, ვადექი გადიო და ნახო გააშველი მაინც რა ბიჭები. ადგა მოლამ ციო და მოიხვია საბანი, გავიდა გარეთ, ვიღაცამ ჩამორბინა საბანი, წააწვა და გაიქცა და დამთავრდა ჩხუბი და შემოვიდა და ჩვენ საბანზე ჩხუბობდე თურმე სოციალისტები. როგორც წაიღო საბანი, დამთავრდა ჩხუბი. იმ რუსთაველის პროსპექტზე ჩვენ საბანზე ჩხუბობდე. ჟვანია და შევარდნაძე და სააკაშვილი. ლეიბორისტული პარტიის საბანზე. რადგანაც ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი იყო სუპერ დონეზე, ასული და ეს დაამტკიცეს ამერიკელმა გამომკვლევებმა, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ ყოველ კვირა. ასევე დაადგინეს მათ, რომ თუ გაგრძელდებოდა პროცესები მშვიდობიანად და 12 თვეში ერთ წელიწად შევარდნაძე მიდიოდა, გაზდიოდა მას ვადა და მისი წასვლის საკითხი გადაწყვეტილი იყო ვაშინგტონში, მოსკოვში, ნიუ-იორკში და ყველგან. ამას არ ჭირდებოდა არანაირი რევოლუცია, არანაირი თოხი, არანაირი ბარი, არანაირი ვარდი. და თქვენ ელოდებოდით რა თქმა უნდა, ვიდრე წავიდო. რა თქმა უნდა, ამას ელოდებოდი, მაგრამ ეხლა ამას დაადგინეს, რომ თუ ესე იგი ის წავიდოდა მშვიდობიანად,
სააკაშვილი და ჟვანები ვერ მიაღწევდნენ. მას ერთად წავიდოდნენ და მთელი სისტემა მიდიოდა, მოკლედ, თავისი კუდები, თავისი კლანები, თავისი ამფსონები. ამისათვის საჭირო იყო რა? საჭირო იყო შევარდნაძის გადამყენებლის გვირგვინი დაებრწყნა თავზე ვიღაცას. რომ ხალხს ეთქვა, რომ ეს არის ჩვენი წინამძღოლი, ეს უნდა ეს აგვიძღობა წინ, ამან გადააყენა შევარდნაძე. აი ეს სცენარი დამუშავდა ვაშინგტონში, დამუშავდა სოროსის შტაბში, დაფინანსდა საქმეში ჩაერთო ტელეკომპანია რუსთავი 2, რომელიც წალენჯიხიდან აშუქებდა მიშა რო ავიდა აიკარუზე და მოდის, აბა წინ და უკან ხალხი და აბა მოდის და გამოდის და 3 კვირა დაჭირდა ამ სიტუაციის დატრიალებას. თქვენ მის ადგილზე ყოფილიყავ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს გაგაშუქებდათ რუსთავი. არა, მე მის ადგილზე არასოდეს არ ვიქნებოდი. აი ესეთ მე არასოდეს აქციას რო ჩასდგოდი არასოდეს არ დავაყენებ ერთს სისხლის ზღვრის საფრთხის წინაშე. ჩვენ იქ რამდენჯერმე გადავრჩით სისხლის ზღვრას. რამდენჯერმე და არაერთხელ. თუნდაც როცა მიტინგის მონაწილეები შეეტაკნენ ერთმანეთს აჭარიდან და თბილისის მიტინგის მონაწილეები. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, როდის შემდეგ აგრო აფეთქდა ზუგდიდი და სამეგრელო. ზვიადის წასვლის შემდეგ ბიჭები ზუგდიდელები მოდიოდნენ აქეთ, უკან ბრუნდებოდნენ ზუგდიდში, დაედევნენ და ჩახუთისაგან წერონის ვენახებში. და რო ჩაასვენეს ჯვარი გვეწეროს ამდენი კლუბები ზუგდიდში, აფეთქდა სამეგრელო. რა თქმა უნდა პოლიტიკური მოთხოვნა იყო, მაგრამ აი ამან აღაშფოთა ხალხი. ეხლა წარმოიდგინე, რომ ხლა აჭარელები ჯვარი ეწეროს წაესვენებინა თბილისიდან იქ რაღაც მომხდარიყო, რით დამთავრდებოდა ყველაფერი ეს, რომ ჩაერთვებოდა თურქეთი, იქ აჭარასთან დაკავშირებული ინტერესები აქვს, ჩაერთვებოდა რუსეთი, გასკდებოდა ერი რელიგიურ მოტივებზე და ასეთი ექსპერიმენტები ეზი არ შეიძლება და არასოდეს შარლატელეშვილი და ლეიბორისტული პარტია პოლიტიკაში არ ივლის ძალადობის ავანტიურიზმის გზით და არასოდეს არ მივიყიდებით ჩვენ არც რუსს, არც ფრანკს, არც ამერიკელს და არც სოროს იმისათვის, რომ ხალხი მოვატყუოთ და ის საქმე, რაც ავტომატურად წყდებოდა და შევარდნაძე მაინც მიდიოდა, აი დიდი რისკის ფასად ჩვენ სასარგებლოდ შემოატრებოდით. ამას არ ვიზავდით. ამიტომ არასოდეს ჩემი ფეხი იმ მიტინგზე არ იქნებოდა და ეგეთი მიტინგები, აი ეგეთი ფორმატით კიდე რო ჩატარდეს, თქვა დავიბადო მეორედ, მესამედ, მეათედ, იგივეს გავაკეთე. რომც არავინ აღარ დამიჯეროს ხარ, ეხლა ხდებოდა ესე რომ ჯორდანო ბრუნო რო დაწვეს დედამიწა რგოლიო და ტრიალებს ვამბობდა, ხო? დაწვეს, მარტო იყო. არავინ არ იზერებდა მას. და კოცონზე გაიყოფა. შესაძლებელია. ზოგჯერ ძალიან ბევრი ფიქრობს სხვანაირად, მაგრამ პოლიტიკოსი ვალდებულია რომ აანალიზებდეს სიტუაციას, აანალიზებდეს იმ ვითარებას, რაც საქართველოს შეიძლება შეიქმნას აი სოროსული გადატრიალების შემდეგ, აქ მიშა კი არ მართავს სიტუაციას. ეხლა რა ინსტრუქციაც მო ამერიკიდან და სოროსი და ისე წავა საქმე. აქ განაგდება ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურები, აქვე დარჩება რუსეთის ჯარები, ჩვენ გავხდებით დიდი სახელმწიფოების სარბიელი, სტადიონი, შეჭიდების არენა და ჩვენი შვილები დაიღუპებენ, ჩვენი მომავალი დაიღუპება ამის შედეგად. ხელისუფლება, რომელიც გარედან არის დასმული, ნებისმიერ ქვეყანაში არის ძალიან საშიში. რაც არ უნდა კარგი უნდოდეს იმ ხელისუფლებას თავის ხალხისთვის ვერ გააკეთებს ის რომ მართლა. კიდევ ერთი მაყურებელი ეთერში. გისმენთ საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში. ბოლოს წინაზარია. ძალიან მიხარია რომ მოვახერხეთ თქვენთან დაკავშირება. ვერაფრით პირადად ვერ გითხარით, მადლობა. ეს ეხება 1995 წელს, როდესაც თქვენ იყავით იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. მაშინ გივი აბალაკმა გთხოვათ ჩემ შესახებ და თქვენ მიმიღეთ. მიღებაზე ვიყავი ეს უკანონო დაპატიმრებას ეხებოდა ჩემი ახლობლის. გასაგებია. და თქვენ მაშინ შალვანთელაშვილის მხარდამჭერი. გასაგებია. თქვენ მიხარით უარი, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ მადლობა მიღება. არა, მე მეხება კანონებში ცვლილებების შეტანა და მე თქვენ ვერ დაგეხმარებით. მაგრამ მოხდა ისე, რომ თქვენს გარდა მე განცხადებით შევედი მაღალ თანამდებობის პირს ეხებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრთან კვირაიასთან, იუსტიციის მინისტრთან თედონინიძესთან, ბაბილაშვილთან, გარდა ამისა გეტყვით კიდევ გიგალოტკიფანიძესთან. გასაგებია, თქვენის თქვა კიდევ ქალბატონო. ძალიან ცოტა დრო ხდება. ერთადერთი განცხადება, რომელიც უბრალოდ თქვენი რეზოლუცია დადებული განცხადება მივიდა სასამართლოში, რეზოლუცია იყო ასეთი: განიხილეთ საქმე ობიექტურად და მომახსენეთ შედეგების შესახებ. ეს მართლა ვიტყვი კაცური კაცის რეზოლუცია იყო და დანარჩენები აბსოლუტურად ყველა, იცით რამდენი ვინმე შემპირდა დახმარებას, აბსოლუტურად არავის კი არ გაუნდა, განცხადებაზეც კი არ მიპასუხეს. დიდი მადლობა. ახსოვს თქვენი სიკეთე ადამიანს. ხუთი ზარიდან ორი ჩემი მხარდამჭერი, სამი მიშას. ხო და სხვა პარტიას აღარ აქვს მხარდამჭერი, არა, გონი სამი იყო თქვენი მხარდამჭერი და ორი მიშას. არა, მიშას. აი ვერ დავთვალოთ ამ ბოლოს. ერთი ზარი დაგვჭირდა. ერთი ზარი დაგვჭირდა. ბანაშალო. აი გულწრფელად მინდა რომ მიპასუხოთ. არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც არ აქვს შეცდომა. აი საკუთარ შეცდომებზე თუ დაფიქრებული ხართ. თუნდაც იმაზე, რომ აი პარტია ხშირად თავზე გენგრევათ. არის შემთხვევა. არა, გოგო, ეგეთი. აი ახალციხის მაგალითი, იგივე ახალციხეში რა გავხსნა მე? იაგორაშვილი რო გავიდა თქვა. ვინ იაგორაშვილი? პარტია არის ხო ეს თქვენი პარტია? ვინ არ მახსოვს პარტია? ვერთი ჯერი.
ეხლა რაში არა, იგივე ბერიანზე რამაზის იცნობენ ახლა გორში და თქვენ თვითონ წარადგინეთ აქ საზოგადოების წინაშე, როდესაც იყო დეპუტატობის კანდიდატი. მეორე დღეს ის ვარდების რევოლუციის გვერდით აღმოჩნდა და ლეიბორისტული პარტიის სახელით გააკეთა განცხადება იქ. და თქვა რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. აი ხშირია ეს რომ თქვენ თქვათ უამრავი ადამიანი გაგირდით. ხო არ ფიქრობთ რომ ეს თქვენი ბრალიც უკან ქვევით არა, ხო არ ფიქრობთ რომ ეს თქვენი ბრალიც არის გარკვეული? არა. რადგან კარგი ვერ გამიზრდია თუნდაც აი ამის გამო. არა, ალბათ შერჩევის პრობლემა არის, ხო, ცოტა ზედმეტად მიმდობი ვარ, ჯერა რომ კაცი როცა მოდის პარტიაში და მას ვირჩევთ ხელმძღვანელ პოსტებზე, მართლა იდეის გამო მოდის და მართლა უნდა რომ ქვეყანას ემსახუროს, რო აღმოჩენ რომ მას თურმე დეპუტატის მანდატის დონეა და დეპუტატი რო ხდება, მე ფულის კეთებას დონეა, ასეთებს 53 ნომერი ციხით ვისრუ ხოლმე პარტიის ოფისიდან მე დარბიან ქუჩა-ქუჩა და ბღავიან. იგივე თქვენს მიერ დასახელებულ პიროვნებას მე უშვებდი მე ძალიან კარგად უყურებდი საერთოდ ეს გვარი სახელოვანი გვარია, დიდი გვარია და ძალიან დიდი იმედი მქონდა მისი და უშვებდი ქალაქის ფრაქციაში აპარატის უფროსად, თბილისში ჩვენ ფრაქცია იყო. დავუძახებთ ხოლმე რომ 95 კი იქ სამუშაო და არა ვერ წავალ არ ცალია. ავტომატურად ვკითხე რა ის ანგარიშმომცემლად რა 19 კი დაკავებული უმუშავარია. აი ერგენტიდან კონტრაბანდას ვაცილებო თბილისში. ეხლა ასეთ კაც გავაჩერებდი მე პარტიაში. წავიდეს და ირბინოს, ეხლა რაც უნდა ელემენტს რაც უნდა თავიდან ინფორმაციას არ გაწევს. ეხლა ჩავალ მე მის რაიონში და ამას იქვეთქებს იქ. თავის სოფელში, თავის მეზობლებში. და თავიდან არ გაქვთ ხოლმე ინფორმაცია რა. რა შეიძლება საქმე მე არ მიყვარს ეს დევნა თვათვალი პარტიის წევრებზე, ჩემს მეგობრებზე და კი მაქვს ეს ნაკლი რომ ზედმეტად მიმდობი ვარ რა. გავიყვან კაც, ჩავაცმევ, დავახურებ და მე ის ჩავარტყა ზუგიდან ხანჯალს. აგე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიღალატა იმ დღეს იმაში ვიყავი, რა ქვია, ამერიკელებმა დამპატიჟეს ზაზაბეგაშვილი. ეს არა, იმის წინა. აი ესეც ხო თქვენი პარტიის წევრი. ნუ ეს გავრიცხეთ რაღაც შეცდომა არ ვაპატიეთ, ხან თავის დარწასულა, ცოტას ვერ ვიტყვი, გარიცხა პარტია. წასვლა არ უნდა რა. აი კახატო, წინა თავმჯდომარე. თხასავით გამყიდა რა, კაცი იყო გინეკოლოგი, მშვენიერ საქმეს ემსახურებოდა, ქალბატონებს ემსახურებოდა მოვალტაობის დაბადების საკითხებს, გავაკეთე სისულელე დავნიშნა საკრებულოს თავმჯდომარედ, ვიფიქრე რომ ექიმია, მიხედავს საავადმყოფოებს, მიხედავს იმ გაჭირებულ ფენებს, რაღაცას გააკეთებს და იშვირა თავი და შევარდნაძის კალთაში ჩაიძინა. ასე გააკეთეს ძალიან ბევრი ეთერში და შევაჯამოთ. ეთყობა მაპატიეთ ვიტყვი თუ შეიძლება, აღმაშენებელი იმიტომ გახდა იძულებული ჩამოიყვანა ყივჩაღები ერთიანი საქართველოს ასაშენებლად, რომ მაშინდელი პოლიტიკური ელიტაც, ხას უსვა პოლიტიკური ელიტა ისევე იყო გახსნილი როგორც დღეს და მათ ვერ დაერღვა დავით. აი ეს პოლიტიკური ელიტა დაღუპავს ნებისმიერ მეფეს, პრეზიდენტს, ედუარდს, ბიშას, პავლეს, პეტრეს თავისი მუცელმბერთობით, თავისი მამებლობით, მლიქნელობით. აბა ნახეთ. ვინ ჩამოვასახლეთ? არა, ჩამოსახლება არ გვინდა, ჩვენ გვყავს ქართველი ხალხი, რომელიც არის ძალიან ძლიერი და ძალიან პლანეტარული მასშტაბის მქონე. აი მთავარია დავინახოთ თეთრი და შავი და არაგვიბას თვალები, კიდევ ერთი ზარი და რაღაცა ყალბა ტელევიზიაზე. კიდევ ერთი ზარი ეთერში. ბოლო ზარია ჩვენთან ეთერში, გისმენთ საღამოშვიდობის. გამარჯობათ. გამარჯობათ. მინდა ერთი რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. პირველი რატომ ნერვიულთ ასე ძალიან აფსაიდში რომ დარჩით იმიტომ ხო არა ჯერ ეგეთი ეს გაიმეორეთ ნერვიულობა თამაშგარის რო დარჩით იმიტომ ხო არა ნერვიულობ ბატონო შალვა ეგერთი მეორე კიდე ისა თქვენთან თქვენი პარტიიდან ერთი ცხინვალელი ტოლვილი იყრიდა ძალიან განათლებული ქალი კენჭსა თქვენ არც კი მოიფიქრეთ რომ არც მოიდობეთ მაგასთან შეხვედრა რომელია განაცხადი გამახსენეთ ხდები ხო რა პრობლემაა რა მოწონო არა თქვენ სიაში იყო ერთ-ერთი ქალბატონი ხეობის აფიშბაია ხო არა არა გადახედეთ სიასა და თქვენ თვითონ მიხვდებით კი ბატონო და აი საერთოდ ეგება გვითხრათ რა გეგმები გაქვთ კიდე გვინდა რომ ამოგიდგეთ მხარში რაღაცა ეგებ გააკეთოთ თქვენ საქართველოსთვის და ლანძღვაგინების მაგივრას დაუდექით მხარში მიშასა და თქვენ წინ წახვალთ თქვენსა და უფრო დაფასებულები იქნება. კარგი, დიდი მადლობა, გასაგებია. აი ბოლო კითხვა ალბათ ჩემგანაც ბატონო შალვა. თქვენ რო ხვალ სააკაშვილმა გთხოვოთ რომ მიხვიდეთ მასთან ან თვითონ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ შალვა დამიწერე ის საკითხები რის გადაწყვეტასაც შენ ითხოვ. აი ხო ჩვენთანაც ჩამოაყალიბეთ ასე ვთქვათ მზა რეცეპტები მომაწოდეთ. და ეს ყველაფერი მან ყველაფერი არ არის, ნუ ვთქვათ უმრავლესი საკითხი გადაწყვიტოს. აი ამის შემდეგ ვთქვათ აი თქვენი პოზიცია რომ რამდენად შეიცვლება. ჩემი პოზიციაც შეიცვლება ადეკვატურად და ყოველ შემთხვევაში მე აღარ გავაკრიტიკებ იმ საკითხში, რაც უკვე გაკეთებული ექნება. ეხლა ხო არა ვარ პათოლოგი და გიჟი და დაბოღმელი და შურიანი, რომ კაცმა გააკეთოს კარგი საქმე და თქვა რომ ეს არის ავის საქმე. ეს რომ თქვა კიდევაც ტელემაყურებელი შემრიცხავს და შემლანძღავს და ისტორიაში შევალ ძალიან ცუდად, ხო? და რასაც ვერ გააკეთებს, იმაზე ვისაუბრებ, რომ ისიც გააკეთოს.
მე მოვა სხვა ხელისუფლება, მოვა სხვა ოპოზიცია, ისინი კიდევ იმას გააკეთებენ, რაც გასაკეთებელი იქნება და ასე შენდება ქვეყანა. ქვეყანა არ შენდება სიმღერით, იმ პეკლეყო მამალშევარი, გურიაში სოფელს რო აშენებენ, სოფლის შენებას რა უნდა, იმპეტაური დამპეტაური. ქვეყანა შენდება ბრძოლით, სიმართლის თქმით, უკომპრომისობით, ქვეყანა შენდება იმით, რომ ხელისუფლება გავდეს ხელისუფლებას და ოპოზიციაც გავდეს ოპოზიციას. კაცი უნდა იყოს კაცი და რა ნახევრად კაცი. ხალი უნდა იყოს ხალი და რა ნახევრად ხალი. ნახევრად ფეხმძიმე ხალი და რასაუბრს. აი ნახეს რა. რამარის გეკნებს ბატონო. თქვენ პარტიაზე მაინტერესებს. კარგი. 55 წუთი აქვს საუბრობ სააკაშვილიზე, შევანაძეზე და ჟვანიაზე. აბა ვიზე ვისაუბროთ, ეგ არ არის ხელისუფლება. თქვენ პარტიის ამოცანები მაინტერესებს. აგერ ახლოვდება უკვე არჩევნები, ალბათ დაიწყებთ უკვე წინა საარჩევნო კამპანიას და როგორ ფიქრობთ? შეხვალთ თქვენ პარლამენტს, გადალახავთ რა 7%-იან თუ შემდეგ უკვე 5%-იან. როგორ ვთქვათ, ჩვენ ცოტა მოგვაკლდა ამორჩევები. თუმცა ეს კარგია რომ თქვენ ხედავთ რომ არა ეს ფაქტია ამის უკუპ როგორ შეიძლება თუმცა აი როცა დაინახეს რომ ეს პენსიები და ხელფასები ისევ გაიყინა შუქები არ მოვიდა უფასო ოპერაციები არ კეთდება როცა დაინახეს რომ აი ეს კრედიტები ისევ შემოდის პროცენტიანი ახლა გავჩამოიტანა მიშა გერმანიიდან ენერგეტიკის რესტრუქტურიზაციის პროექტი კრედიტი 11 მილიონი და არავინ არ იცის რაში დაიხარჯება ეს ფული ხო ისევ შეიჭმება ბუნებრივი ახალი მაფია შეჭამს ამას რო ხედავენ პროგნოზს აკეთებთ შეიჭმევა რატომ ამბობთ ესე ხაზგასმით იქნება არ შეიჭამს ჩამოეტანა უნდა არა სათაურიდანვე ჩანს როგორც გიწერე რომ ენერგეტიკის რეაბილიტაციის კრედიტი გასაგებია რომ მას მიითვისებენ რეაბილიტაცია აბა რა არის თვითონ პასუხი არავინ არ იცის ბლოკები შეკეთება აი რა ის ბლოკი აფეთქდება მე გარემონის შეკეთება აფეთქდება როგორც 60 მილიონი დაჯდა მე-9 ენერგობლოკი და რო აფეთქდა მე და ვერ გაიგო გარემონტის თუ არა იქ უნდა ეწეროს რომ აი ეს კრედიტი შემოდის უმცეო ფენებისათვის თქვენს ფულის გადაცემა დაგვრჩება დანში ჩვენი პარტია არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია კლასიკური გაგებით ჩვენს ქვეყანაში მე მის მშენებლობას შევწირე ჩემი სიჭაბუკი ჩემი ახალგაზრდობა ჩემი ოჯახი ჩემი პირადი საქმეები ჩემი მეცნიერული კარიერა და პოლიტიკური კარიერაც ყველაფერი შევწირე რომ ქვეყანას გქონდეს პოლიტიკური პარტია ისევე როგორც აუცილებელია უნივერსიტეტი გქონდეს ქვეყანას ეროვნული ბანკი გქონდეს მუზეუმი გქონდეს სამინისტრო გქონდეს ასევე თუ პოლიტიკური პარტიები არ შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არ გვექნება სტაბილიზაცია არასოდეს არ იგივე ოპოზიცია იქნება პოლიტიკური პარტია თუ პოზიცია იქ თავისი წესები იქ იზრდება კადრები იქ არის პროგრამა იქ არის წესდება პლატფორმა და აი როდესაც ბლოკები კეთდება და პარლამენტ შესulis მიზნით დადავლის დასაყოფად ერთიანდებიან რომ მე დაიშალონ აი ემა დაღუპა საქართველოს იგივე მიშას ნაციონალური მოძრაობა არის რა ბლოკი იქ რესპუბლიკელები ეროვნულთა გაერთიანება რამდენი პარტია ხარ და უკვე დაიწყო დაშლა ხო ხედავთ ამიტომ ერთი პარტია არის გარანტი სტაბილურობის, გარანტი იმის, რომ მიცემული დაპირება შესრულდება და ვერ გადააბრალებს ბლოკში მყოფ სხვა პარტიას, რომ იმას შემიშალა ხელი ის მიჩხიკინებდა. ეს არის პასუხისმგებლობის აღება და ასეთი პოლიტიკური პარტიის მოსუსტება დაუშვებელია, ეს ერის წინაშე დანაშაულია. მე მზად ვარ შევწირო თავი ამ საქმეს, რომ ქვეყანას გქონდეს თქვენ შვილებს, ჩვენ შვილებს პოლიტიკური პარტია და ეს პოლიტიკური პარტია არ იყოს საშოვარზე ამხედრებულთა ბრბო, რომელიც ეშმაკ შეეკრება, ოღონდ კი პარლამენტში მოხვდეს გაყიდის თავის პრინციპებს, დაივიწყებს ოპოზიციონერობას, შეცვლის პლატფორმას და პროგრამას და იდეოლოგიას და ივაჭრებს საკუთარი ამომრჩევლობის ნდობით. ჩვენ ასეთი არასოდეს არ ვიქნებით, როსვი ჩამქოლოს ხალხმა და მითხრას, რომ აი არასწორი ხარ და უნდა სხვანაირად მოიგოს. დიდი მადლობა ბატონ შალვა, ჩვენს ხალხს, ჩვენს გორელებს, ჩვენს ქართველებს, ჩვენ საქართველოს ადამიანი ერთხელი ვადება და ისე უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ მის შვილს არ უთხრან ქუჩაში, რომ აი მამა შენი იყო მაამებელი, ლიქვნელი პრინციპების მოღალატე. ესე გვინდა რომ ჩვენი შვილები ასე დაიზარდონ, ხო? მეც ეს მინდა როგორც ყველა რიგით ხარ. დიდი მადლობა ბატონ შალვა. როდესაც მაბადეთ ჩქარიტებისათვის ინსტიტუტას თქვენ არასდროს არ ამბობთ უარს ჩვენს გადაცემაში. ამისთვის მე მადლობა. ორში ჩამოსვლა ჩვენთვის დაბადების დღის მსგავსი მოვლენა. პატარა აი ორი სიტყვით შტაბ-ეჭდილება აი ამ კომპანიაზე. და თქვენ გკითხეთ დასაწყისში რომ ზარები ხო არ იქნება რაღაც წმინდა სააკაშვილის ასე თქვა განწყობის, მაგრამ მგონი არ იყო ეს. მე მინდა გითხრათ რომ ობიექტურობის ხარისხი არის ამ ტელევიზიაში. მე მინდა გითხრათ რომ თქვენი ტელეკომპანია სარგებლობს კარგი ავტორიტეტით. ეს სტუდიას შესრულია სასეონო მიმართულებით და გილოცავთ თუ არ იქნა ჩვენთან პრესა და ტელევიზიები ძლიერი, ობიექტური და მოუსყიდავი, არასოდეს არ გვექნება სწორი პოლიტიკა და ვერ შევარჩევთ სწორად პრეზიდენტებს, დეპუტატებს, პოლიტიკურ პარტიებს. დიდი მადლობა. და მე ვიცი რომ თქვენ მაღალი დონის ჟურნალისტები ბრძანდებით, თქვენი კოლეგებიც ასეთები არიან და ღმერთთან ვქნას რომ ოდესმე დაემსგავსოთ ტელეკომპანია Rusta-Voz, რომელიც არის ერის მტერი, ჩვენი პარტნიორი ტელეკომპანია. სოროსის ტელევიზია, ამ ტელევიზიას შეუძლია სისხლის ზღვის წამოწყებას კი ქვეყანაში, ოღონდ კი არ გადაიხადოთ ბიუჯეტში ის 8 მილიონი, რომელიც გადასახდელი აქვს. არასოდეს დაემსგავსოთ ამ ტელევიზიას და მე თქვენ სამსახურში დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. მოგითხრა ყველა გორას, ყველა ქართველს, ყველა ჩემს საყვარელ ხალხს. ჩვენ მომავალ სამშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებლებო, გემშვიდობებით, მადლობთ ყურადღებისთვის.